გამარჯობა, ეთერშია დღის ამბები 4-ზე, მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მორიგის ხდომა, მორიგი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ეს არის ორგანო, რომელსაც ევალება მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. სასამართლოს ეგრეთ წოდებული მმართველობითი ორგანოა, მათში მოსამართლე და არამოსამართლე წევრები შედიან და როგორც წესი მთავარი დაპირისპირება სწორედ მოსამართლე წევრებს აქვთ არამოსამართლე წევრებთან, განსაკუთრებით ამ მხრივ ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აქტიურობენ, რომლებიც მუდმივად სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების მხილებით არიან დაკავებულები და ამას მოჰყვება ხოლმე დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხდომებზე. მოვისმინოთ, რა ხდებოდა დღეს ამის შესახებ. რუსუდან დუმბაძე TV1-ის ახალი ამბების ჟურნალისტი მოგვიყვება. დიახ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დაიწყო ხმაურით. აქ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ არა მხოლოდ მოსამართლე წევრები და არამოსამართლე წევრებს, არამედ ვიდრე საბჭოს წევრები განიხილავდნენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, სიტყვით გამოვიდნენ სპეციალურად მოსული მოსამართლეები თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი, როგორც ირკვევა, ისინი მოვიდნენ იმ უკმაყოფილების გამოსახატად, რაც მათ აქვთ არამოსამართლე წევრების მიმართ. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მკვეთრად გააკრიტიკეს მათ ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი იმ განცხადებების გამო, რომლებსაც ისინი აქამდე მედიაში თუ სოციალურ ქსელში აკეთებენ და რომელიც უმეტესად შეეხება სასამართლო სისტემის კრიტიკას. მათი ბრალდებები უმეტესად შეეხებოდა იმას, რომ ისინი მოითხოვდნენ არგუმენტებს იმ პოზიციების გასამყარებლად, რასაც ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აჟღერებენ და საკითხი და დავა უმეტესად შეეხებოდა მოსამართლეების ქონებრივ დეკლარაციას, რომლის შესახებაც მედიაში ერთ-ერთი სიუჟეტი მომზადდა და მოსამართლებმა ასევე წარმოადგინეს თავიანთი დოკუმენტაცია და ამბობენ, რომ ეს არის მთავარი არგუმენტი, რომ მათ სამართლებრივად გამართული აქვთ შესყიდვა ამ ქონებების. ჩვენ შეგვიძლია ამ სხდომის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები მოვისმინოთ. სასამართლოს წინააღმდეგ პირდაპირ ვაცხადებ ფართო მასშტაბიანი შეთქმულება, რომელსაც ვერ ექნება ვერანაირად ის დასასრული, რომელსაც თქვენ ფიქრობთ და რომელიც აი ამ ავტორებს აქვს ჩაფიქრებული, ამას ეს გამორიცხულია ვერ ექნება, არავინ უკან დამხევი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, მარტო ამ საკითხზე არ ვსაუბრობ. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ყველა სახის არგუმენტი, რომლითაც შეგვიძლია პასუხი გავცეთ მათ. მე მზადა ვარ მოხსნა პერსონალური მონაცემის შეზღუდული ყველა ბარიერი ჩემს ინფორმაციას დღესვე საჯაროდ შებძანდით ბანკებში, ამოიღეთ ჩემი ფინანსური ვალდებულებები და ნახეთ რითი მაქვს შეძენილი ის ქონება და იმას რა ქვია იპოთეკური სესხი ჯერჯერობით ამ ქვეყანაში აკრძალული არ არის. თუ გადააგებს ეს საკითხი, მე ვფიქრობ პარლამენტს უნდა მიმართოთ, მე გუშინაც მიმართეთ. შექმნა საგამოძიებო კომისია. ამას არ დაჭირს სწორედ იმ საბუთების მეშვეობით, რა საბუთების თქვენ ხელთ გააქვთ, არ დაჭირდება ამას ძალიან ღრმა გამოძიება. ვიღაცა შეძლებს, რომ დაადგინოს საქართველოს პარლამენტში. გაქვს თუ არა ადგილი რაღაცა სისტემურად სამოხელეო დამუშავებას. ჩემი საქმე, ჩემი ღირსება, ჩემი საქმე, ჩემი პროფესია, რომელშიც ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას. ჩემი საქმე, ჩემი ოჯახია და ჩემი რეპუტაციაა პირველ რიგში და აქედან გამომდინარე მე ვალდებული ვარ ეს უთხრა საზოგადოებას, მაგრამ მე ვამბობ, რომ მე ჩემ თავს მივხედავ ვეტყვი ამას საზოგადოებას. თქვენი ფუნქციებიდან და თქვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თქვენი აქტივობა დაგვანახეთ, დობა უნდა გაჩნდეს. თქვენი სასამართლო ხელისუფლება. Facebook-ზე რაღაცების წერა, ისედაც შეგვეძლო გარეთ. ხო, აქ იქნებოდი თუ არის სამწუხარო, აქ იქნებოდი შემდგარი გადაგაიგეთ ახალგაზრდა. ხო, ის არის რომ ის გაარკვიოთ. აი ეს ადამიანი, ალანია იქნება, ომიანი იქნება, შენიერად ის რა საკეთებს დომის დარბაზში მოხვიდეს. ხო, ხარ შიგნით, მაგრამ რეალურად გარეთ ხარ. აი ეს არის პრობლემა. მეტი არაფერი. მე რო შევითავსო გამოძიების ფუნქცია და რამდენი სიუჟეტი იქნება თქვენზე ტელევიზორში, სასამართლოზე, იმდენი მოსამართლეს დაურეკო, იცით აქ რა მოხდება? იცით აქ რა მოხდება? მე რომ მოსამართლეს დაურეკო და ვკითხო რა შვები, ხო საქმეზე, ხო?
თქვენ იცით რომ ამის უფლებამოსილება ჩვენ არ აქვს. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია არის შემდეგი. ამ სიტუაციაში იქნება თუ სხვა სიტუაციაში იქნება, როდესაც ერთი წუთი როდესაც მithumetes ფართო ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ერთი გამოძიება ამას ბატონო დიმიტრი დამამშვიდებლები მაინც დალიეთ ხო უკვე ვეღარ დააუკეთებს ვერანაირად დამშვიდდი ჩვენ შეგვიძლია მიმართოთ მოვითხოვოთ სიმართლის დადგენა თქვენ არ ადგენთ აქ ვერაფერი ლაპარაკობთ საერთაშორისო მაქსაკიძე არ გითხოვს რაც შეეხება რაც მოსვლას და მისვლას და მოსვლას და შეხვედრებს ეს საკითხია უბრალოდ კი არა ვიცი რომ ოკეი ხო კი არა თქვენ როდესაც მოსამართლეები მოითხოვენ რომ ყველა სიუჟეტის შემდეგ შემდეგ კარგად იცით ყოველდღე ტელევიზორში ხართ თქვენ ყოველდღე ხართ თქვენ ტელევიზორში შემდეგ კარგად იცით ვინ არის სიუჟეტში და მეორე რაღაცასაც გეტყვით სწორედ ჩემი უფლებამოსილება როგორც საბჭოს წევრის რომ სასამართლო კი არა სასამართლო დავიცვა კორუფციის ბრალდებებისგან და კორუფციის ფაქტებისგან იუსტიციის საბჭოს ხდომაზე ხმაური ახლაც გრძელდება, თუმცა ერთმანეთს ამჯერად არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და მოსამართლე წევრები უპირისპირდებიან, ამ ხდომას აღარ ესწრებიან მოსამართლეები ალანია და გაბინაშვილი. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ თავიანთი პოზიცია ჩვენთან ერთადაც პირდაპირ ეთერში დაეფიქსირებინათ, თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს. ჩვენთან ერთად ახლა იმყოფება არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, რომელთანაც გადავალკითხვით, ქალბატონ ანა, როგორ შეაფასებთ თავიანთ მათ პოზიციას და თუ იყო ჯერ ცნობილი თქვენთვის, რომ ისინი ასე მოვიდოდნენ და დაუგეგმავად მოხდებოდა ამ საკითხის განხილვა და მათი პოზიციები რამდენად იყო მყარი. დიახ, როგორც ჩანს, რამდენიმე საკმაოდ მაღალი თანამდებობის მოსამართლე ჯერ კიდევ ვერ შეეგუა იმ რეალობას, რომ საქართველოში გვაქვს თავისუფალი მედია და არსებობს ესეთი ფენომენი გამოხატვის თავისუფლება. მათ დღეს ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ ისინი არიან მოსამართლეები, რომლებიც მსახურობდნენ იმ სისტემაში, როდესაც კამერით გადაღება არც კი შეიძლებოდა ხდომაზე, არათუ სიუჟეტების, კრიტიკული სიუჟეტების გაკეთება. მათ დღეს გააკეთეს დისპროპორციულად მწვავე რეაქცია რუსთავიორის სიუჟეტზე, თუმცა სიუჟეტმა აჩვენა ნამდვილად საშიში სისტემური სურათი. თუმცა მხოლოდ სიუჟეტზე არ იყო აქ აქცენტები გაკეთებული და თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებსაც თქვათ თქვენც და ნაზი ჯანეზაშვილიც სოციალურ ქსელში და სხვადასხვა მედიის საშუალებით აღნიშნავთ. დიახ, ვინაიდან სიუჟეტმა არჩვენა მართლაც ძალიან საშიში სისტემური სურათი, ანუ შეგახსენებთ, რომ იქ ნაჩვენები იყო რამდენიმე მოსამართლის ქონება, რომელიც გარკვეულწილად არ შეესაბამება საშუალო საჯარო მოხელის შემოსავალს და ქონებას. რა თქმა უნდა, მე როგორც იუსტიციის საბჭოს წევრმა და როგორც მოქალაქე, რა თქმა უნდა, შევშფოთდი ამ სურათით და ჩვენ არა გვაქვს საშუალება, რომ ინდივიდუალურად ეს ჩვენი საქმე არ არის და ვერც გავაკეთებთ ამას, რომ გამოვიძიოთ ინდივიდუალური შემთხვევები კორუფციის, ეს მაშინ შალვა თადუმაძის ფუნქცია უნდა შევითავსოთ, რაც ჩვენ არ გვეკადრება. შესაბამისად, მე მოვითხოვე და ეხლაც ვითხოვ, სხვათა შორის მოსამართლეები დამთანხმდნენ, რომ ისინიც შეუერთდებიან ამ მოთხოვნას, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. თუ მოსამართლეებს, რომლებიც იყვნენ ამ სიუჟეტში, აქვთ ინფორმაცია საკუთარი თავის სასარგებლოდ, ანუ მეორე მხარის დასანახავად, უნებრივია მათ უნდა მიეცეთ საშუალება, ეს იქნება სასამართლოს მეშვეობით, ეთიკის საბჭოს მეშვეობით. მე ვფიქრობ, პარლამენტის საგამოძიებო კომისია, პარლამენტი უნდა გამოფხიზდეს ზოგადად. თქვენმა კრიტიკულმა განცხადებებმა გამოიწვია მათი უკმაყოფილება? მათი უკმაყოფილება. რაც გაგაკრიტიკათ, ანუ ეს თქვათ რომელიმე მომზადებული სიუჟეტი არ მოეწონათ მათ თუ თქვენი განცხადება? მათი უკმაყოფილება გამოიწვია რუსთავიორის სიუჟეტმა, არ ვიცი, მათ ეთყობა ჩათვალეს რომ რაღაცნაირად მე და ნაზი ვაკონტროლებთ რუსთავიორსაც. სხვა შემთხვევაში რუსთავიორის მომზადებულ სიუჟეტზე რატომ უნდა მოხვიდე და გვეჩხუბო მე თქვენთვან კითხეთ. მე მოვითხოვე ამ სიუჟეტის შედეგად, სადაც იყო მხილებული რამდენიმე მოსამართლის, 10-მდე მოსამართლის მაღალ შემოსავლიანი, ესე იგი მაღალ შემოსავალთან დაკავშირებული ქონებრივი მდგომარეობა, რაც ხშირად მიუთითებს კორუფციის ფაქტებს. ეხლა შეგახსენებთ კლასიკას ჩვენი სახელმწიფო ისტორიის მიხეილ სააკაშვილმა სახლები რო აჩვენა თავის დროზე. ხო გახსოვთ ეხლა ეს აქ არაფერი ახალი არ არის, თავისუფალი მედიის მოვალეობა არის, რომ ეგეთი რაღაცები გაუმჟღავნოს და თუ მოსამართლეებს აქვთ დისკომფორტი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, არსებობს სამართლებრივი საშუალებები. ჭხუბი კი არა იუსტიციის საბჭოში, რომელიც მთლად
ღირსშესანიშნავად მოსამართლის მხრიდან არ გამოიყურება. რომ მოსულიყვნენ და ასე თქვა თავდასხმა თქვენ მიმართ კრიტიკა თქვენ მიმართ განხორციელებული იყო მათი მხრიდან. ვერ გეტყვით. ვერ გეტყვით. ისინი ალბათ თვლიან, რომ მე და ნაზი ხელმძღვანელობთ რაღაცა ეროვნული დონის კამპანიას სასამართლოსთან მიმართებაში. მე ძალიან დიდ ქათინაურად მიმიჩნევ ამას ამ ჩემი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი შესაძლებლობები ამ ეტაპზე ამ მხრივ გადაჭარბებულია. რაც შეეხება მოთხოვნას, რომ კომისია შეიქმნას, ეს მოთხოვნა მე დღესაც გავიმეორე და მათ თქვეს, რომ ისინი წინააღმდეგნი არ არიან. ანუ ეხლა ჩვენი მათი არგუმენტაცია რამდენად იყო თქვენთვის დამაჯერებელი და დამაკმაყოფილებელი? მათ რაღაც დოკუმენტაცია წარმოადგენს, რომ ეს არაჩვენებს ისეთ კლანურ მართლობას. იცით რა არის? ჩვენ, მე, თქვენ, საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაკავებული ამ ტიპის ბრალდებების გარჩევით, ხო? ეს ჩვენი მოვალეობა არ არის. როდესაც მსგავსი ტიპის სიუჟეტი კეთდება დიდი მედია საშუალების მხრიდან, არსებობს შესაბამისი საშუალებები, რომ ამას გაუმკლავდე. ან სასამართლოში უნდა ედავო, ან ის უნდა მოხდეს, რასაც მე ვამბობ. ყველანი მივიდეთ, მიიტანონ ეს საბუთები პარლამენტში და ხალხმა საჯარო პროცესის მეშვეობით ნახოს, ისინი მართლები არიან თუ არა. მადლობა. თქვენ მოისმინეთ ანადოლიძის პოზიცია, ის ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად მიიჩნევს, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რათა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს მოსამართლეების გონებრივი დეკლარაციები, როგორც უკვე გითხარით, იუსტიციის საბჭოს შენობა უკვე დატოვეს მოსამართლეებმა და ხმაურიც ფაქტობრივად უკვე ამოწურულია საბჭოს. თავარი პრეტენზია მათი მხრიდან იყო, როგორც ასევე დაიწერა სხდომაზე დამსწრე შენი კოლეგების მხრიდან, რომ ირონიული გაზიარება მოხდა სოციალურ ქსელში რეპორტაჟის საუბარია შაბათის კურიერში გასულ რეპორტაჟზე მათი ქონების და სახლების შესახებ. ანუ სოციალურ ქსელში გაზიარებისთვის ჰქონდათ მათ თავარი პრეტენზიები ანადოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის. დიახ. მათ განაცხადეს, რომ პრეტენზიები ჰქონდათ ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მიმართ, რომლებიც მაგალითად ანადოლიძემ სხვადასხვა მედია საშუალებით გააკეთა, თუმცა ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ სწორედ ეს პრეტენზია იყო, რომ მან ეს ახალი ამბავი გააზიარა და უწუნებდნენ მას ირონიას, რომელიც მათი თქმით ესეთ გამოხატული იყო ამ Facebook პოსტში. ასევე ითქვა, რომ მოსამართლე გვრიტიშვილმა შესაძლოა რუსთავი 2 სასამართლოში უჩივლოს. ფაქტია, რომ აი ამ რეპორტაჟში იყო სხვათა შორის შთამბეჭდავი სახლებიც, რომელიც შესაძლოა მოსამართლის ხელფასთან არ იყოს მთლად, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი. აი მიხეილ ჩინჩალაძის სახლს ხედავთ ახლა ჩვენ კადრში, ეს არის ფრაგმენტი რუსთავი 2-ზე შაბათის კურიერში გასული რეპორტაჟისგან, თუმცა ნაწილ მოსამართლეებს აქვთ პრეტენზიები და მათ შორის შენს ჩართვაში ჩვენ ვნახეთ მოსამართლე გაბინაშვილის განცხადება, რომ გახსნის ყველა ინფორმაციას დაინტერესებული პირებისთვის მისი შემოსავლების შესახებ. დიდი მადლობა რუსუდან, ეს იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე დაპირისპირების დეტალები და დაპირისპირების ტალღა იურიდიულ კომიტეტშიც. თემა არის ყველგან სასამართლო, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ასე მიდის დეკლარირება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც არის სწორედ ბუნებრივია ეს სასამართლოს ირგვლივ არსებული ორგანოა და იქ სასამართლოს თემაზე მიდის დაპირისპირება. პარლამენტში ძირითადად ამ ნიშნით მიდის დაპირისპირება. ყოველდღე ახალი დღის წესრიგის შექმნა, ვფიქრობ, არასერიოზულია, მუდმივი არავინ არის ხმას დაუწია, არ დაუწია, მოკლედ დისციპლინარული და ყოფნა არ ყოფნის რაღაც თემები ენაცვლებოდა ერთმანეთს. კიდევ ერთხელ ვნახოთ დაპირისპირება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც პარლამენტის ორი მთავარი უმრავლესობაში არსებული ორი მთავარი შემადგენლობა უპირისპირდება ერთმანეთს, ერთი ეგრეთ წოდებული ბესელიას შემადგენლობა და მეორე ამ შემთხვევაში ალბათ ანრი ოხანაშვილის, ვინაიდან ის არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. მოდით ცოტა ხანი მოусმინოთ ლაივში რა ხდება ბიუროს სხდომაზე და შემდეგ იურიდიულ კომიტეტს დაუბრუნდეთ. მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლე გამწესების თაობაზე არის მეორე და ძალიან ძლიერი არგუმენტი იმისთვის, რომ პარლამენტმა ამ კვირაში დაიწყოს ამ საკითხის განხილვა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყველას, რომ სასამართლოს რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი სწორედ არის ის, რომ სასამართლო ხელისუფლების შიგნით არსებული შემადგენლობა უნდა განახლდეს.
ეს არის რეფორმის შედეგი, რომელმაც უნდა მოიტანოს შედეგად ახალი მოსამართლეების შემოყვანა და თუ ჩვენ მივიღებთ სურათს, რომ მთელი სასამართლო მოცემული შემადგენლობა უვადოდ გამწესდება, ყოველ შემთხვევაში ნახევარი უკვე გამწესებულია და დარჩენილია ნახევარი დასანიშნად. და არის ასევე დაახლოებით 58 კაციანი სია, რომლის განაცხადი შესულია საბჭოს ხდომას და ასევე ელოდება კენჭისყრას. თუ ამ ტემპით გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ამ რეფორმას ჩვენ არავისთვის არ ვატარებთ, მინიმუმ, არ ვიცი, მეოთხედი საუკუნე და ას დაკარგავს რეფორმა, იმიტომ რომ ჩაიკეტება სისტემა დღესმოქმედი მოსამართლეების უვადოდ გამწესებით. ამიტომ თუ ამ საკითხის სერიოზულობას, სიღრმეს და მასშტაბს ყველანი კარგად ვაცნობიერებთ, მე მგონია, რომ მინიმუმ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ, ვართ თუ არა მზად იმისთვის, რომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროთ და დაუჭიროთ მოკლე დროში და არა ასეთი, ესე ვთქვათ, იმ სტანდარტული გახანგრძლებული ვადებით, რომლის სრულად გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა იყოს ისეთი ზიანი მიღებული, რომ იყოს ასევე გამოუსწორებელი, იმიტომ რომ დღეს კითხვები ისმება, რა უყოთ იმათ, ვინც უკვე უვადოდ დაინიშნა და ეხლა ველაპარაკოთ აწმყოში, ეხლა რო აწმყოში პარალელურად ინიშნებიან კიდე უვადოდ მოსამართლეები, ეს პროცესი რომ არ გაგრძელდეს, ამიტომ მივიღოთ გადაწყვეტილება და ამ კვირაში დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა. პირველი მოსმენით კენჭისყრისთანავე გამოჩნდება პარლამენტის უმრავლესობის პოზიცია ვარ თუ არა მზად ამ გადაწყვეტილებისთვის. არგუმენტებზე მე აქ არ ვსაუბრობ, მე არ მგონია რომ ეს ის ფორმატი იყო, სადაც ერთმანეთს ესე ვთქვათ, ან კონსტიტუცია უნდა ვასწავლოთ, ან სამართლებრივი არგუმენტები აქ უნდა ვილაპარაკოთ, ამისთვის არსებობს საკომიტეტო და სასესიო ფორმატი და მე სწორედ ამ ფორმატებს ველოდები, რომ არა კამერებით ვილაპარაკოთ ერთმანეთს, რომელი არგუმენტი არის წონადი, არამედ იქ ვილაპარაკოთ ამ არგუმენტებზე და კონსტიტუციურობის ტესტ, სხვათა შორის ყველა კანონპროექტი გადის იმ დოზით, რა დოზითაც პარლამენტი ამას უნდა აკეთებდეს და არა საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატით და არა მხოლოდ ამ კანონპროექტს ეხება ეს. ამიტომ მე მივმართავ ახლა კოლეგებს, რომ უყაროთ კენჭი დაჩქარებული წესით ამ საკითხის განხილვას, რომ ამ კვირაში პარლამენტმა იმშელოს ამ ინიციატივაზე. მადლობა. ბატონი ანდრეუ ხანაშვილი. კოლეგებო, მოგესალმებით. კიდევ ერთი ვადისათვლის საკითხი არის, იმიტომ რომ ალბათ რამე რო არ აგვერიოს დავაზუსტებ. ქალბატონმა ეკამბრძანა ესეთი რაღაც, რომ მესამე კვირა რაც პარლამენტში შემოსულიო და თითქოს კომიტეტს მესამე კვირა რაც აწერია. ჩვენ დაგვეწერა ბიუროდან 11 თებერვალს. შესაბამისად ერთი კვირა არის გასული და ეს მესამე კვირა საიდან აითვლება ვერ გეტყვით. ეს რომ დავაზუსტოთ. მე მოვისმინე ასევე კომენტარი, რომ გაჭიანურება ხდებაო აღნიშნული კანონპროექტზე. არავის არ აქვს სურვილი, რომ ეს კანონპროექტი გავაჭიანუროთ, საჯაროდ შემოგთავაზეთ. ბატონმა გედიმ დამირეკა ასევე და მასაც დაუდასტურე მზაობა, შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ. საჯაროდ შემოგთავაზეთ, რომ კაჭრეთში გქონდა გასვლითი შეხვედრა და იქაც გვემშელა ამ საკითხზე. და ეს შემოთავაზება ძალაშია დღესაც. ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევიკრიბოთ, ვისაც ინტერესი აქვს და მე ვიცი რომ სხვა კოლეგებსაც აქვთ ინტერესი და ამ პროცესს არავინ არ აპირებს და პირადად ჩემი ინტერესია რომ რა თქმა უნდა გონირულადაში განვიხილოთ. თუ საჩქაროა იმაზეც ვიმშელოთ, კი ბატონო, ვინაიდან დაჩქარებული წესით განხილვა არ ყოფილა თავიდანვე მოთხოვნილი თქვენი მხრიდან, ინიციატორების მხრიდან, თუმცა ვიმშელოთ, გამმართოთ კონსულტაციები და გუნდი შიგნით გავიაროთ ეს საკითხი, ისე წარვდგეთ კომიტეტზე. თუ სურვილია, მე ამის მზაობას ვადასტურებ. ამიტომ ბოლო შეჯამების სახით ერთი კვირა არის გასული ამ კანონპროექტის ბიუროზე შემოსვლიდან და ჩვენთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაწერიდან. სამი კვირა არ არის გასული, ეს არის არასწორი ინფორმაცია. დიდი მადლობა. პირველი დავაზუსტებ, რომ მე არ მithქვამ სამი კვირა, მე გარკვევით თქვი, რომ ეს არის მესამე კვირა და მესამე კვირა დაიწყო, იმიტომ რომ 6 თებერვალს შემოვიტანეთ ჩვენს ეს ინიციატივა, ასევე ბატონო ანდრე თუ მისმენდით, ასევე არ მithქვამს, რომ კომიტეტს 6 თებერვალს დაეწერა, მე ვთქვი, რომ ინიცირება დაიწყო ამ საკითხის და გულისხმობ არა მხოლოდ კომიტეტის წევრებს, არამედ კოლეგებს სხვებსაც, ვისაც ჭირდებოდა დრო ამ საკითხის განსახილველად. ვინც ამბობს დღეს რომ რატომ თავიდან არ მოვითხოვეთ დაჩქარებული წესით განხილვა, ამაზე ორჯერ გავაკეთე ხე კომენტარი, მესამეჯერ გავიმეორებ, რომ ზუსტად იმიტომ რომ პატივი ვეცით ჩვენ ყველა კოლეგას, რომელსაც ჭირდებოდა გარკვეული დრო მაინც, რომ არა იმავე კვირაში მომხდარიყო სესიაზე გატანა, არამედ თუნდაც რამდენიმე დღე და ეს რამდენიმე დღე ხა უკვე 6-დან თუ ავიცვლით ინიციატივა რაც შემოვიდა და არის ერთმუხლიანი უკვე მესამე კვირა დაიწყო და საკმარისი დროა თქო. ამიტომ მე მგონი გასაგებად ვსაუბრობ მეც.
და არ მიგულისხმია მე ის რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რაც შეეხება კაჯრეთი ახლა მესამედ მოვისმინე იმ გასვლით სამუშაო შეხვედრაზე არ იყო დღის წესრიგში ეს საკითხი განსახილველად და არავინ არ შემხმიანებია რომ ამ თემაზე უნდა გვესაუბრა და კამერებით არ უნდა მესაუბრებოდეს მე კომიტეტიდან არავინ მე მგონია რომ ვიღაცას უნდა ეთქვა რომ ამ საკითხზე საჭირო არის მსჯელობა და მოდი შევხვდეთ კაჯრეთში ჩემილია ეს მოჭარბებული ჟანგბადის ფონზე განვიხილო და უფრო ნაკლები ჟანგბადის ფონზეც თბილისში რუსთაველზე ნებისმიერ დროს და ამისთვის მზად ვიყავი არავის არ უთქვამს რომ მოდით ვისაუბროთ ამ საკითხზე ასე რომ იქ იყო სხვა დღის წესრიგი სამოქმედო გეგმა და ამაზე დღეს საკმაოდ ვისაუბრე და არ მინდა რომ ბიუროს წევრები ეხლა აქ დავტვირთო კიდე ვისაც დატვირთული ხნომაა დღეს სადაც ერთმანეთს ბევრ რამეში ვამეცადინებთ ამიტომ აღარ მინდა ამ თემის გაგრძელება მე მგონი გასაგებად ჩამოვაყალიბე არგუმენტი დრო საკმარისი გავიდა პარალელურად მიღებული გადაწყვეტილება საბჭოსი მიმაჩნია რომ ეს არის ღია დემონსტრაციული გამოწვევა და უპატივცემულობა პარლამენტის რომელიც ამ საკითხს იხილავს და ვინც თავში ითხოვდა დაჩქარებულს დღეს უფრო მეტი არგუმენტი აქვს დაუჭიროს მხარი ამ ინიციატივას და გამოჩნდება ვინ დაუჭერს მხარს და ვის მიაჩნია რომ ეს საკითხი აქტუალურია მადლობა ბატონი რომან გოცერიძე პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ჩვენ მხარს უჭერთ ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას და როგორც აქ ითქვა ეს არ არის გუნდის შიგნით გადასაწყვეტი საკითხი კიდევ კარგი რომ არ თქვით ოჯახის ირგვლივ და გიყვართ ხოლმე თქვა სპორტული ოჯახი და უმრავლესობის ოჯახი და უმრავლესობის გუნდი სასამართლოების საკითხი არის მთელი ქვეყნის დღეს სატკივარი და მსჯელობის საკითხი. ამიტომ არ არის ეს ასე ვთქვათ მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტი. ჩვენც გიჭერთ მხარს უმრავლესობის ნაწილს და მოვითხოვთ ამ საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტას. მეორე საკითხია უკვე მესამეჯერ ხდება ამ დარბაზში რეგლამენტის არასწორად ინტერპრეტირება. მე გთხოვთ მიპასუხოთ თქვენ რომ რეგლამენტის აშკარა თეთრზე რომ თქვათ რომ შავიაო და უმრავლესობამ უყაროთ ჩვენ უსმენდით ფრაგმენტს ბიუროს ხდომიდან რომან გოცირიძემ ეთანხმება ეკაბესელიას ინიციატივას საუბარია უვადო გასამწესებელი მოსამართლეებისთვის გარკვეული 5 წლიანი ვეტოს შემოღების შესახებ რომ 5 წლით შეჩერდეს ეს პროცესი ბესელია საუბრობდა თუ რატომ ჭიანურდება პროცესი რაზეც მან მიიღო პასუხი მისივე კოლეგისგან და შემდეგ უკვე რომან გოცირიძე საუბრობდა რომ ოპოზიციაც დაინტერესებულია საკითხის სწრაფად განხილვის. კიდევ ერთი თემა რომელზეც გვინდა ვისაუბროთ განათლებისა და შრომის ასოციაციის წევრი ხატია ახალაია ამბობს რომ რამდენიმე დღეა სახლიდან არ გადის რადგან ინტერნეტში სექსუალური განათლების შესახებ მომზადებული ვიდეო გაკვეთილების ავტორია და სწორედ ამ ვიდეო გაკვეთილების გამო ემუქრებია როგორც გენდერის მკვლევარი ამბობს ყოველდღიურად უამრავ ლანძღვას თუ პირად მუქარას იღებს შესაძლო მუქარაზე ის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას 15 თებერვალს მიმართავდა თუმცა ამბობს რომ მოკვლევა არ დაწყებულა მას ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი იცავს ხატია ახალაია არის ახლა ჩვენი სტუმარი და ჩვენ ის გაგვესაუბრება სახლიდან ხატია მოგესალმებით პირველ რიგში ეს ვიდეო გაკვეთილები არის რაღაც პერსონალური ინიციატივა თუ ეს არის სასკოლო პროგრამის ნაწილი თავიდან რომ მივყვეთ დეტალებს და აუხსნათ მაყურებელს მოგესალმებით პირველ რიგში ბუნებრივია ეს პროგრამა ვერ იქნება სასკოლო პროგრამის ნაწილი რადგან ჩვენი სკოლების კურიკულუმებში არ არის შეტანილი სექსუალური განათლება ეს ინიციატივა არის ჩვენი განათლების შრომის ასოციაციის ინიციატივა რომელიც არის ერთ-ერთი ჩვენი პროექტი და ჩვენი ხედვა ორგანიზაციული ხედვა არის რომ აბლომაბლო ცნობიერება სექსუალურ განათლებაზე იმ ჯგუფებს რომლებსაც ნაკლები წვდომა აქვს ამ საკითხებზე დიახ, გისმენთ. ამ საკითხებზე და ჩვენ არ გამოგვიგონია რაღაც ახალი, ხო? ვიცით რომ სკოლებშიც ისწავლება სექსუალური განათლება, ხო? უკაცრავად სკოლებში ისწავლება, გვაქვს ბლოგის საგანი, სადაც საუბარი არის ადამიანის გენიტალიებზე. ამაზე საუბრობენ ასევე უნივერსიტეტებში სამედიცინო ლექციებზე. მაშინ ჩნდება კითხვა
არის თუ არა ეს რისკი შემცველი პატარა ასაკის ბავშვებისთვის, ხო? ჩვენ ხელმძღვანელობთ იუნესკოს სტანდარტით, სადაც 5-დან 8 წლამდე ბავშვებმა უნდა იცოდნენ საკუთარი გენიტალიების შესახებ. და ჩვენ პირიქით ამ ვიდეოების ასაკი ავწიეთ თორმეტად. ანუ ჩვენ ვიდეოებში საუბარი არის გენიტალიებზე, რომელს ჩვენს ვიდეოს ასაკობრივი შეზღუდვა და აწერია 8+ და 12+. ანუ რეალურად ჩვენ ეს ასაკობრივი კატეგორია ავწიეთ, ის რაც იყო იუნესკოს სტანდარტში, რომელიც არის იმ ადამიანებისთვის, ვინც აპირებს მოზარდებთან მუშაობას სექსუალური განათლების კუთხით და ეს სახელმძღვანელო არის იმ ქვეყნებისთვის, რომელთა კურიკულუმებში არ ისწავლება სექსუალური განათლება, ხო? მე რაღაც ახალი არ გამომიგონებია. ხათია, რამდენად აქტიურად შემოდიან, ნახულობენ, ნახვების რაოდენობით, რამდენად კარგი მაჩვენებელი გაქვთ. და შემდეგ გადავიდეთ უკვე დღევანდელ პროცესზე, ეს არის მუქარები თქვენს მიმართ. დიახ. დიახ, ნახვებს რაც შეეხება თავიდანვე როგორც კი დავდეთ ჩვენ ავტორთეთ ვიდეო, რა თქმა უნდა იყო ნახვები და ძალიან პოზიტიური კომენტარები, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს ჩვენი ვიდეო ხელში ჩაუვარდა ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე, ვფიქრობ ეს ტერმინიც კი მათთვის ის არის, ანუ პრივილეგია, ხო? მას შემდეგ დაიწყო ეს ორგანიზებული მუქარა ჩვენზე, ხო? და ჩვენ ვაბრალებენ ანუ იმას, რომ ჩვენ ვარ გარყვნები, ხო? აი მე რა ინტერესი უნდა მქონდეს ორი შვილის დედას, რომ ეს მეცინება ამაზე პასუხი კომენტარი საერთოდ როგორ უნდა გავუკეთო მაგათ, მაგრამ მაინც ხომ რომ გარყვნილები მათ ხო შვილებს. ბევრ მათგანს ჩვენი ვიდეოები არც კი აქვს ბოლომდე ნანახი, ხო? ნახავენ რომ აწერია სექსუალური განათლება, ხო? ეგრევე ილინკება რაღაცა დაუშვათ ეგრევე რაღაც ცუდთან, მიუღებელთან, ხო? ჩემი და ლაზარეს პირველ ვიდეოში, რომელშიც ჩვენ რეალურად ბავშვებს და მათ მშობლებს ვაფრთხილებთ საფრთხეებისა, ვეუბნებით, რომ აი სექსუალური განათლებისა, სექსუალურ ძალადობაზე როგორ შეიძლება თქვენ შვილებს რომ დაელაპარაკოთ, როგორ შეიძლება მათ გააგებინოთ, რომ არსებობს პრივატული პირადის სივრცეები, რომელიც არ შეიძლება რომ სხვამ გადაკვეთოს, ხო? და როგორ შეიძლება სიცხულის გრძნობა არ მქონდეს, ანუ ბავშვს ამ თავის გენიტალიებთან დაკავშირებით, ხო? ამ ვიდეოს ქვემოთ არის ესეთი კომენტარები, რომ აი თავის შვილს დასწავლის სექსს, ხო? მიგროვია რომ ამ ადამიანს არ აქვს ნანახი ეს ვიდეო და არ აქვს ინფორმაცია. ხო, ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ის ადამიანები დაგიპირისპირდნენ ქსელში, რომლებიც სათაურით გამოიტანეს, თუ ამ ადამიანებისთვის სათაური თუ მძიმეა, შინაარსიც მძიმე იქნებოდა, ანუ მარტო იმის თქვა რომ მხოლოდ სათაურით განწყობას იქმნიან, არ არის ალბათ სწორი, არა? ჩვენ ვსაუბრობთ ბიოლოგიაზე, ხო? მაშინ ადამიანის სასქესო ორგანოებზე საერთოდ არ ვისწავლოთ, ხო? მე ხომ არ მომიგონია ადამიანს ხომ აქვს ეს ორგანოები, ისე როგორც თვალი, ყური, ცხვირი, რა ვიცი, როგორ შეიძლება კიდე მარტივად ამაზე ვილაპარაკო, ხო? მაშინ ბავშვებმა უნდა იცოდნენ სქესობრივი მომწიფების პერიოდში რა რისკები არის. მე თვითონ შოკი მქონდა, როდესაც ეს რა ქვია დამეწყო გარდტეხის პერიოდი, საერთოდ ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა ჩემთან. ნეტა ვინმეს აიხსნა ჩემთვის მაშინ, ხო? ვიცი რომ ყველას უმრავლესობას ეს ასაკი გავლილი გვაქვს, ხო? და ვიცით რომ რამხელა რისკებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ვიცით ისევ და ისევ მე ვაბრალებ ამას იმას, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ძალები ხანდახან ჩვენზე ძლიერად მუშაობენ და აცლებენ იმ ყოველ დეზინფორმაციას, რომელიც ხათია, რა ტიპის მუქარას იღებ? რა ტიპის მუქარას იღებ და შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართვის შემდეგ რა ტიპის გამოხმაურება ქონდა ამას? არანაირი? გეტყვით რა ტიპის მუქარას ვიღებ პირველ რიგში, ძალიან ძიმეა ჩემთვის, როდესაც მემუქრებიან ჩემი შვილების გაუპატიურებით და დღეს მივიღე ზუსტად ესეთი მუქარა, რასაც აი არ ვიცი, რაში წერია საერთოდ და შეიძლება ადამიანს არ ეთანხმებოდე, ხო? ვიღაცამ შეიძლება გაგბაკრიტიკოს, ხო? რაღაცა ვიდეოს ხარისხი არ მოგწონდეს, კონტენტი შინაარსი არ მოგწონდეს, ხო? მაგრამ როგორ შეიძლება ეს აი არ ვიცი უბრალოდ, ხო? მემუქრებიან გაუპატიურებით საერთოდ, ну ასე შემდეგ ვითაც შეიძლება აი საერთოდ რა ვიცი, თუ არსებობს საერთოდ ლექსიკაში სალანძღავი სიტყვა, ну იმას რა თქმა უნდა ცდებიან და არც კი. ხო, მოკლედ, ну
ძალიან ვიბნები ხოლმე ამაზე, იმიტომ რომ ძალიან რთულია ჩემთვის როგორც დედისთვის ესეთი მესიჯების მიღება. მე პირველ რიგში შეიძლება ჩემი პროფესია გააკრიტიკო, მაგრამ არ უნდა შეეხო არავითარ შემთხვევაში ჩემს შვილებს და ჩემს ოჯახს ეს ამას ერთადერთი ხათი ასევე წერია რადიო თავისუფლების გვერდზე რომ თქვენ ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნეს და ასევე ტელეფონის ზარებითაც მოგდით ეს მუქარა. მე კითხეთ, აი რა გამოხმაურება ჰქონდა, დაიწყო თუ არა საქმის წარმოება ან მოვიდნენ თუ არა, დაკითხეს თუ არა. მე მქონდა კომუნიკაცია ლონდა თულორაიასთან, ანუ მას გაუგზავნეს ვიდეო, მაშინ სკრინებიც გაუგზავნე, ნუ მე როგორც იურისტებმა მიხდეთ საჯაროდ ეს გამოსვლა დაწერა პოსტის ეს არის მანიშნებელი იმიტომ რომ ნიშია ეკამდენი ნახვა ხო რომ იშველეთ სუდათ ვარ თავს მესხმია ნუ ეს არის იმის სიგნალი რომ დაგიკავშირდეს ხო მინიმუმ შსს-დან ვინმე ხო არავინ არ დამკავშირებია საერთოდ აი ხა ვაპირებ ჩემი იურისტთან ერთად მე თვითონ ეს საშინელი კომენტარები რაც დაიწერა წავიღო პოლიციაში და დავწერო განცხადება გასაგები, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხატია ახალაია იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ ვსაუბრობდით ინტერნეტში ატვირთული სექსუალური განათლების შესახებ მომზადებული ვიდეო გაკვეთილების შესახებ, რომლის შემდეგაც აი ამ გაკვეთილების ავტორი მუქარის წერილებს და ზარებს იღებს. რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ გადაცემას. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გამოშვებას ვაგრძელებთ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით. დღეს პირველ ნახევარში მას ის მოინახულა ჯანმრთელობის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ვიდრე ის კლინიკაში მივიდო და მანამ გააკეთა კომენტარი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და თქვა რომ მუდმივ საქმის კურსშია, თუ როგორია მისი ჯანმრთელობა. ამის შემდეგ ის უკვე კლინიკაში მივიდა. პაციენტი არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა მასთან პალატაში ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. მოვისმინოთ ეს კომენტარი და შემდეგ ბოლო ინფორმაციით ჩავთოთ TV პირველი ჟურნალისტი ლიკა ჯანყარაშვილი. ისეთი მდგომარეობა არის კონტაქტური, ადეკვატური, ჩვენ ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა მასთან პალატაში. რაც შეეხება მისი დიაგნოსტიკის და მკურნალობის გეგმას, ჩატარდა რამოდენიმე კვლევა, უახლოეს საათების განმავლობაში იქნება უკვე საბოლოო გაშლილი სახით ამ კვლევის შედეგები და ამის მიხედვით მოხდება განაწყვეტილებების მიღება. მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დაზუსტებას ახლაც მიმდინარეობს, როგორც მონახსენიათ, კვლევის შედეგების ანალიზი და შეჯამება მიმდინარეობს. სანამ ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, რა თქმა უნდა, ეს იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. დაუბრუნდებით ხუდუშაურის კლინიკას და ლიკა ჯანხარაშვილს, TV პირველის ახალი ამბების ჟურნალისტ. ლიკა, როგორც ვიცი, დავით სერგეენკოს შემდეგ ასევე დეკანოზის ოჯახის წევრები, ახლობლები, სასულიერო პირები, რომლებიც პირველივე დღიდან თანაუგრძნობენ მას, მიდიან კლინიკაში, რამდენად ახერხებენ ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი თან პატიმარი პაციენტის ნახვას. დიახ, სულ ცოტა ხნის წინ გავესაუბრეთ ჩვენ დეკანოზის ძმას სორნიკე მამალაძეს, რომელმაც უკვე მოინახულა საკუთარი ძმა და დატოვა საავადმყოფო, თუმცა ამ წუთებში დეკანოზთან რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება მამა ანდრია სარია და ამასთანავე მისი ადვოკატი გიორგი ფანცულაია ელოდება, რომ დეკანოზს შეხვდეს, როგორც დეკანოზის ძმამ სორნიკე მამალაძემ განგვიმარტა, მას ზუსტი ინფორმაცია ექიმებისგან არ აქვს, თუმცა დეკანოზის მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებელი არ არის, ის უარესდება და დეკანოზი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ექიმები კი კომენტარს იმის შესახებ, თუ რა შედეგი აქვს იმ კვლევებს, რომელიც გუშინ ჩაუტარდა დეკანოზს ავექსის კლინიკაში, სავარაუდოდ დღის ბოლოს მოგვაწვდიან. ხელობის მდგომარეობა სამწუხაროდ ჯერ უკეთესობისკენ არ მიდის. სავარაუდოდ როგორც მithეს დღეს დასკვნას დადებენ, კონსილიუმი შეიკრიბება და როგორც ვიცი, გუშინ მიმართე ბატონ მინისტრს და დღეს მოინახულა ჩემ ძმასთან იყოს ეს ამ კონსილიუმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ დაიდება დასკვნა ოფიციალურად, თუ რა თქმა ჩემ ძმას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც შეეხება, რასაც მე ვხედავ
გაუმჯობესებისკენ არ მიდის, არის ისევ მდგომარეობაში, მძიმე მდგომარეობაში და იმყოფება ისევ რეანიმაციაში. ეს ნევროლოგიური პრობლემები არის ზუსტად ინსულტი. იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ ჩაუტარდა გამოკვლევები, ჯერჯერობით პასუხები არ უთქვამთ. ოფიციალურ დასკვნაში იქნება ყველაფერი ნათელიო, მაგრამ მე ჩემი თვალით დასაცვეთავ დეკანოზის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ მიდის. როგორც უკვე აღნიშნე, დეკანოსთან რეანიმაციულ განყოფილებაში ამ წუთებში იმყოფება მამა ანდრია სარია და მასთან შესვლაც ელოდება ადვოკატი გიორგი ფანცულაია. სწორედ ისინი გამოსვლის შემდეგ მოგვაწვდიან დამატებით ინფორმაციას თუ რა მდგომარეობაშია დეკანოზი. ექიმის კომენტარი კი სავარაუდოდ ჩვენთვის ხელმისაწვდომი მედიისთვის გახდება დაახლოებით საღამოს 9 საათზე და უკვე მისი მკურნალი ექიმი მოგვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რა შედეგი აქვს ანალიზებს და რა გადაწყდა ექიმების კონსილიუმზე. დიდი მადლობა ლიკა ჯანყარაშვილს, ჩვენთან პირდაპირ ეთერში საუბრობდა დეკანოს გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს იყო დღის ამბები 4-ზე. დღევანდელი სამუშაო დღე დასრულებულია ჩვენთვის. ერთმანეთს ხვალ შევხვდებით 2-ზე და 4-ზე, თუმცა თქვენ წინ გელოდებათ TV პირველის ახალი ამბები 5 საათზე, საღამოს კი ვახოს ანაიას ხალხის პოლიტიკა, სადაც ამ თემაზე გაიგებთ უფრო მეტს და ალბათ ყველაფერს.